როგორც ჩანს, მზის სისტემაში უამრავი ოკეანე იმალება. იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს ყველას ყავს თანამგზავრები, მთვარეები, რომლებზეც მეცნიერთა აზრით თხევადი ოკეანეებია. ოღონდ ყინულის სქელი გარსის ქვეშ. ეს გარსები დიდი პრობლემაა მეცნიერთათვის, რომლებსაც ამაუცილებლად ამ თხევად ოკეანეებში ჩახედვა. თუმცა, ამაში მათ შეიძლება ერთ-ერთი მთვარე დაეხმაროს. ურანის მთვარის არიელის ზედაპირი ღრმა უფსკრულებითაა სავსე, რომლებშიც შეიძლება დალექილი იყოს ქვემოდან ამოსული დეპოზიტები. მათ შორის შეიძლება იყოს ნახშირორჟანგის ყინული და ნახშირბადის შემცველი სხვა დეპოზიტები, რომლებიც იქ ამ ციცხნა მთვარის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად უნდა მოხვედრილიყო. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფსკრულები ამ თანამგზავრის წიაღის შესწავლის გზა უნდა იყოს, რაიმე დრამატული კვლევითი ძალისხმევის გარეშე. არიელის ზედაპირზე არსებული უფსკრულები შთამბეჭდავია, ზოგიერთ მათგანს ფსკერზე პარალელური ღარები გასდევს, რომლებიც ამ მთვარის ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური წარმონაქმნებია ხილულთა შორის. უცნობია, როგორ გაჩნდა ისინი, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება არიელის ზედაპირქვეშ. წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ისინი შეიძლება წარმოქმნილიყო ტექტონიკურ და ვულკანურ აქტივობათა ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ რთული იყო კონკრეტული მახასიათებლების გარკვევა. მეცნიერებმა კვლევისათვის დაკვირვებითი და ფორმაციული მოდელები გამოიყენეს. ურანისა და ნეპტუნის სისტემებში კვლევითი მისიების გაგზავნა ჯერ კიდევ განხილვის საგანია. არიელის ოკეანის ზუსტი ამბავი კი სწორედ ასეთმა მისიებმა უნდა გაარკვიოს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.